მობრძანდით, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენ ოჯახში. ჩემ მეუღლე ბაია, ყავა აღარა გვაქვს? ეხლა მართალი გითხრათ, რომ სამზარეულოში ხშირად ტრიალი არ მიხდება, მაგრამ ეხლა ის რომ არ გამიჭირდება ნამდვილად, რომ როცა მეუღლე ვთქვათ საქმეზეა რაღაც სამსახურში სახში არ არის, ჩაის ნახდად დავისხამ და კვერცხსაც მოვიხარშევ. თუ საჭიროა კარტოფილსაც შევიდე. აი ჩემი გოგო. ესეც წამოგვეწია. ეხლა მივდივართ სავარჯიშოდ ზიურში, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ვარ საშინლად გაციებული, მაგრამ მაინც არ მინდა, რომ გავაცდინო. მაგრამ ისეთი დატვირთვით დღეს ვერ ვივარჯიშებ, ამიტომ რომ სუბუქად ვივარჯიშებ. 7-ის ნახევარზე ფაქტიურად მეღვიძება, თუმცა არის, რომ ზოგჯერ უფრო გვიან გამეღვიძება ხოლმე. და ამიტომ ვიძინებ ადრე შესაბამისად. ვცდილობ 12 საათამდე დავიძინო. თუ საქმე ისეთ არ მოითხოვს, რომ გვიან. მაგრამ ყოველ უბრალოდ თქვათ ტელევიზორთან ჯდომის გამო და რაღაც ლაპარაკის გამო გვიან არ დავიძინებ. 12 საათს არ გადავაცილებ ნამდვილად. სხვა შორის პატიმრობის პერიოდში კიდევ უფრო გამომიმუშავდა ეს, რა თქმა უნდა, რეჟიმის გრძნობა. იქ ძალიან ადრე ვიძინებდი და ადრე ვიღვიძებდი რა. რო ვიღვიძებ, პირველი, რა თქმა უნდა, დილას ვიწყებ ლოცვით, დილის ლოცვებს ვკითხულობ. და შემდეგ უკვე ვიწყებ მზადებას ვარჯიშისთვის. ეს მზიურიც არ წაგვართვან. რაღაცა ისეთი რამე არ გააშენონ, რომ მე იქ შესვლის და სირბილის საშუალება აღარ მქონეს ხალხს. ჩემი დაჭერის დღეს დილით, რა თქმა უნდა, მზიურში ჩამოვედი და აი მაშინ რომ მომთავრე ვარჯიში, მაშინ დავინახე უკვე ორი პიროვნება, სოდის თანამშრომლები იყვნენ, უკვე ტრიალებდნენ და მიყურებდნენ. მაშინ უკვე ჩემს ნათელი იყო, რომ იმ დღეს ავედი თუ არა სახლში, უკვე მოვიდნენ და გთხოვთ მობრძანდეთო ბრალის წასაღენებლად. ასე რომ ჩემი ის დღეც ჩემ ვარჯიშთან იყო დაკავშირებული, დილით არ გავაცდინე. მზიურში ჩამოსვლა ჩემი ესე ვთქვათ, დღის განრიგის და ცხოვრების განუყოფელი ელემენტია. ყოველი ჩემი დილა ესეა. ეს კაცი, ესე დამლოცავს ხოლმე, მე მივესალმები, ის დამლოცავს და ესე ეცოცხლე. კაცური კაცი. On a bench in the sunshine, filling up my belly with some fine wine. Sitting on a bench in the sunshine, filling up my belly with some fine wine. All loved up in the afternoon, kiss my baby and my heart go boom. Make my heart go boom boom. Make my heart go boom boom. ესეთი მუხლი
კონკრეტულად არსებობს. ეს მოიგონეს მათ ინტელექტუალური დახმარება. სრული სისულელე. მათ უბრალოდ ერთადერთი მიზანი და ახირება და აკვიატება ჰქონდათ, რომ როგორმე მე ჩემი იზოლირება მოეხდინათ. და სხვა შორის დიდი ხანია ჰქონდათ ეს იდეა ფიქსი. მუდმივად ახლა მე ამას ხო ხედავდი. სულ კონტროლის ქვეშ ვიყავი და და აქაც ცოტას წავევარჯიშებთ ახლა და როგორ ახარ, კაი კაცი? აგრა იყავი. ეცოცხლეთ. მე ხედავთ ხოლმე აქ. კი, დაგინახეთ. თქვენ სუდადი ხართ, ძალიან კაი. ეს კაი რამეა. გამარჯობათ. კოლდრექსი გაქვთ, ხო? ერთი მომაცით. ეს ის არის? გასახსნელია? ეს გაციების არ არის? არის. მე მივალ ახლა სახში მოვწასრიგდები. მე რესპუბლიკური პარტიის ოფისში მივალ, რაღაც შეხვედრა მაქვს. რესპუბლიკური პარტიის ოფისში მოვედი შეხვედრაზე. როგორ ახარ? აი ამ მაგიდასთან მე მუშაობ. პოლიტიკის გარდა ჩემი ერთ-ერთი ძირითადი საქმიანობის სფერო ეს არის ფილოსოფია. ფილოსოფიის დოქტორი გახლავართ მე და ამჟამადაც აქტიურად მუშაობ ფილოსოფიაში. თითქმის თანაბრად მიხდება დროის განაწილება პოლიტიკაზე და ჩემ მეცნიერულ საქმიანობაზე. აი თითქმის თანაბრად მიხდება. სხვა შორის ციხეში
ოფნის პერიოდი საკმაოდ ნაყოფიერად გამოვიყენე ფილოსოფიაში მუშაობის თვალსაზრისით. არაერთი ნაშრომი სტატია დავწერე. ახლა მე ლექციებს ვკითხულობ უნივერსიტეტში, IB ესეთი გერმანული უნივერსიტეტი. შეიძლება ასევე კოლეჯში დავიწყო ლექციების კითხვა ფილოსოფიაში. ასე რომ ბევრი სამუშაო მაქვს. ახლა ეს არის ჩემმა მეუღლემ გააკეთა. ეს არის მეოთხედი იმისა, რაც არის. ჩემი რაღაც ცხოვრების ბიოგრაფიული ფრაგმენტები. ეს არის ეროვნული მოძრაობის პერიოდის ბატონ ზვიათთან, მერაბ კოსტავასთან ერთად, გიორგი ჭანტუ, ირაკლი წერეთელთან და სხვებთან ერთად. ეს არის ასევე უკვე როცა თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავ, ეს აფხაზეთის ომის კადრებია გენო ადამიანსთან, ცხონებულ გენო ადამიანსთან ერთად. აი ეს რიგაში ვართ. მე მერაბ კოსტავა, გიორგი ჭანტურია. ერთად ვართ იქაურ დისიდენტებთან ჩასული. ეს მახსოვს უკვე თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე რო ვარ. ამ დროს, ესე იგი, მე რეგულარულ მონიტორინგს ვატარებდი ჩვენი საგუშაგოების, სასაზღვრო საგუშაგოების და აი მაშინ ვიმყოფები ერთ-ერთ საგუშაგოზე ვერტფრენით. ეს მახსოვს 93 წელს მოგვანიჭა კონტრტერორიზმის სფეროში ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ ამერიკის შეერთებული შტატების ის გვეხმარებოდა მაშინ ძალიან სპეცსამსახურის ფორმირებაში. ეს ძალიან ძვირფასი ჩემთვის პაპა ჩემის და ბებია ჩემის ნაქონი ვოლტერი, დიდი მოაზროვნე, კათოლიკოს პატრიარქი. მას დიდად უმადლი მე რო თავისუფალი ვარ, რა თქმა უნდა. დიდარი ხალხი ვარ, თიმთვას ესეთ რა, ბევრი ფერწერული ნამუშევრები გაგვაჩნია. ალბერტ დილბარიანი იყო, დილბო, ძალიან ცნობილი, მართლა შესანიშნავი მხატვარი, მისი მტრედი, მამა ჩემს საჩუქა, ქეთევან მაღალაშვილის ბებია ჩემის პორტრეტია, ეს ბაბუა ჩემის პორტრეტია. ბაბუა ჩემი, რა თქმა უნდა, ჩემთვის და ჩვენ ბათიაშვილებისთვის საამაყო პიროვნება იყო, დიდი მეცნიერი, პროფესორი აკადემიკოს ბიოლოგიის, ენტომოლოგიის სფეროში და მისი მემორიალური დაფაა ჩვენ სახლზე და რა თქმა უნდა, ამით ძალიან ვამაყობ მეც ირაკლი დიმიტრისძე ბათიაშვილი ვარ და სხვა შორის ის მემორიალური დაფა რო კიდეა ერთმა ეთყობა ადამიანმა ახლა სხვა შორის უმეტესწილად მე აი რომ ხალხში ძალიან კეთილგანწყობას ვხვდები, მაგრამ უარსებობენ ადამიანის არაკეთილ თურმე ვთქვია რომ ასე რა პირო რა ტიპიაო ცხოვრებაში გაიკეთა თავის მემორიალური დაფაო და ეს ბაბუა ჩემისა, ჩემი არა. საერთოდ ერთ-ერთი ჩემი საყვარელი მოაზროვნე ფრენსის ფუკუიამა, თანამედროვე ამერიკელი, ისტორიის დასასრული და უკანასკნელი ადამიანი. ასევე აი დღევანდელი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი უბედურება და პრობლემა ტერორიზმის პრობლემა, ამაზეც მუშაობ ამ საკითხებზე. აი ეს არის ასევე ძალიან ძლიერი მოაზროვნე მე-20 საუკუნის ერიხ ფრომი. ესე წიგნი აქვს ავტორიტარული სინდისი, საერთოდ შორის ჩვენ უნდა წავიკითხოთ ეს აუცილებლად ქართველებმა. იმიტომ რომ ავტორიტარიზმზე აქვს საერთოდ. რა ხდება ავტორიტარიზმის პირობებში ადამიანში საერთოდ, ადამიანის ფსიქიკაში რა საშინელი ტრანსფორმაციები ხდება. აი ესეც ძალიან საინტერესოა და ალბათ ამ თემებზე მომიხდება მე საუბარი სტუდენტებთან. რა ვიცი, ახლა მუშაობ, წერ ახლა ამ პერიოდში გამოიცა ინგლისური ჟურნალი, ამერიკულ-ქართული ფენომენოლოგიური ჟურნალია. მე მიხარია ძალიან რომ ამ დაიბეჭდა ჩემი ნაშრომი, დიდხანს მუშაობდი სხვათა შორის, დროის პრობლემატიკაზე მუშაობდი მე ყოველთვის ფილოსოფიაში. და ამ ნაშრომს ინგლისურად არის, ქვია დროის გამოცანა.
აი ესე მოხდა რა, რომ ფილოსოფიის ფაკულტეტზე რომ სწავლობდი, ჩემი ხელმძღვანელი იყო გურამ თევზაძე, მეც დისერტაციასაც ვიცავდი. და თავიდანვე დროის პრობლემა ამოვიღე მიზანში და სულ დროის საკითხებზე. მე ერთხელ დავფიქრდი, კაცო, რაშია საქმე, რატო ამოვიჩემე ეს დრო და სულ ციხეში რომ მოვხვდი საკანში, ხო? იქ ადამიანისათვის ყველაზე ესეთი დიდი პრობლემა მართლაც და ხდება დრო. დრო იქცევა საშინელ რეალობად, ტვირთად და რომელმაც შეიძლება გაგსრისოს უცებ. თუ სათანადო ის რწმენა არა გაქვს და ის ნებისყოფა, ამ დროს შეიგრძნო ფიქს სხვანაირად განიცდი. ეთყობა ღვთისგან და განგებისგან, აი წინასწარ სულ რატომღაც რომ ფიქრობდი ამოჩემებული მქონა დროის პრობლემა, ეთყობა გძნობდი რომ მე დავეჯახებოდი ჩემ ცხოვრებაში ერთხელ მართლაც და ესე მტკივნეულად აი ამას მეთქი და მეც იქ რა თქმა უნდა საკანში ფიქრობდი რა არის დრო. სოჭერის ნეტარი ავგუსტინე დროის შესახებ ერთ-ერთ ყველაზე სერიოზად მას აქვს ნამსჯელი რომ აი ესე რომ დაფიქრდებიო გონიაო ადამიანს რომ ყველასათვის გასაგები რამეაო რა არის დრო და არ სჭირდება ამას თითქოს ბევრი გარკვევა. მაგრამ მე როცა ჩაუღრმავდებიო აღმოაჩენო რომ ესე იგი ეს არის ყველაზე შეუცნობელი და ძნელად გამოსაცნობი რამ. ეს მაგალითად ეხა გამოვიდა ლიტერატურა და ხელოვნება, დაიბეჭდა ამაში შესანიშნავი სტატიები. ვახუშტი კოტეტიშვილის სტატია, გურამ დოჩანაშვილის. ჩემთვის ძალიან საპატიო იყო, ჩემი სტატია დაიწერა დაუსწრებელი ფილოსოფიური დიალოგები, რომელიც მე ციხეში დავწერე. საკანში რო ვიყავე მარტო, იმ პერიოდში დავწერე. დიალოგის ფორმა მივეცი, რომ ვიღაცას ვესაუბრები, ოღონდ ციხეში ვარ, მაგრამ მაქვს აი მიმოწერის საშუალებით თვითონ დიალოგის საშუალება, რაღაცა ეს ეხება ისეთ თემას, როგორც არის გლობალიზაციის საკითხები და ესეთი ძალიან აქტუალური თემები ჩვენთვის. აი მამაჩემი მახსოვს ზოგჯერ გამოვიდა და ხოლმე და ჯაზი იცოდა შესანიშნავად დაუკრა და ხოლმე ვარდა ოსკარ პიტერსონი ვარდა გარნერი ეროლ გარნერი და დედაჩემი თავიდან პიანისტი იყო და ასწავლიდა კიდევაც მუსიკას, მაგრამ მე არ მასწავლა. ხოდა ამ ტექნიკას ამ ხელოვნებას ვერ ვფლობ, რასაც დაკვრა ქვია როიალზე. ჯერჯერობით რაც ჩანს, რაც ილაპარაკება ამ ხელისუფლების წარმომადგენლები, ამათ არ უნდა დათმობა წაშვა. გამოდის რომ ეს ხალხი უმძიმეს დღეს ჩავარდება. 12 დღე. ბავშვია, გააღე. მამიკო, სად იყავი? იყავი უნივერსიტეტში. რა შვები ეხლა ეს კონფერენციაზე თემა რომ მოწაიკითხე ის უკვე? არა, ჯერ დეკანს უნდა მოვტანო და წაიკითხე. როდის არის? ის აპრილში. აპრილში. თემა უნდა წაიკითხე. დიდი თემა მოამზადე. ადამიანის უფლებებზე და სოზართან იყავი? ეხლა სოზარისგან მოდი ხარ? ირაკის დედა. ასეთი ნეტარები თვითონ იყო? უსმენთ. თინა ვაკითხეთ. ხიდაშელი. არა. აბა? ხო ზოგადად კრიტიკულია თან ირა. ტინა. ჯო, ჩემ სასამართლოს სულ მოდიოდა. დავიძრათ ეხლა მოშიმშილეებისკენ. მაია? იცი რომ ეს რა მეოთხე ეხლა კიდევ ჩაქრა. თავის რაღაც არ არის საშიში და ეს იმით არის. საშიში გაფუჭებულია, თავისით ქრება. ეხლა ეს საშიში არ არის რა. საშიში არ არის, კაცო. ვაშეცი. Dreaming aloud, things
just won't do without you. Matter of fact. I'm on your back. I'm on your back. სადახარ რომ მითხარი მოვალო, ა? მომერი დაუგრა. რა მოგს რა? როგორ ვიყო შულო მე-13 დღეა და რას აპირებდი კაცო? სიკვდილს აპირებდი. აშო ვირა. ხახარო მაგრა. მაგრა გამახარ. გახსოვს ჩვენი აქცია საოკუპაციო ჯარებიდან გასვლის შესახებ. ბიჭო როგორ ვიქნები რა ნერვიულობ ამაზე რა. ვიცი რა ესენი ამათი ჯანმრთელობის ამბავია. თითებული არ არის მოხელები და ისა. არა, ის გუში რო ეს არც იყო განჭირ ნაყარი მე რო გამოვედი. ეს არ იყო ბიჭო შეტანილი ეს ის შეტყვა დღევანდელი ფისის. შეიძლება არ უყრიათ მე. შენ ეგ ჩამოიტანი დიდი სამეთრე ეგონა და ტრისოსიქში არ არის. გასიზავს? არა, აქ საკითხი მე რამხნ. მე რამდენადაც ვიცი, როდესაც ისინი შეხვდნენ პატრიარქს, იქ საუბარი იყო რაღაც კონსენსუსის მიღწევაზე ხელისუფლებასთან და არა ეს ერთმნიშვნელად საკითხი არ იდგა იმაზე, რომ ოპოზიციას უბრალოდ შიმშილობა შეეწყვიტა. პატრიარქის მოწოდება იყო იმის თაობაზე, რომ მას ჯერტი, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა აღელვებს მოშიმშილეების მდგომარეობა, მათი ბედი, მაგრამ ის მოუწოდებს ორივე მხარეს, ოპოზიციას და ხელისუფლებას, რომ მიღწეული იქნას გარკვეული კონსენსუსი, შეთანხმება. და ეს შეთანხმება მიღწეული ვერ იქნა. უპირველეს ყოვლისა, გამომდინარე იქიდან, რომ სამწუხაროდ ხელისუფლება არ აპირებს, როგორც ჩანს, არანაირ კომპრომისზე წასვლას. აი ეხლაც მე მგონი მიიღეს ყველაფერი ისე, როგორც თვითონ უნდოდა ამ სხდომაზე. და ფაქტიურად სრული იგნორირება გაუკეთეს მოშიმშილეთა აი ესეთ კრიტიკულ მდგომარეობას. 12 დღე გავიდა უკვე. ეს არის ძალიან კრიტიკული პერიოდი და ეს ხალხი აქ თამაშს არ აქვს ადგილი. ესენი ხო არ თამაშობენ. ესენი დგანან ძალიან პრინციპულ პოზიციაზე. ხელისუფლებამ მერე მოატყუოს, გადაიფიქროს, მერე ხელახლა საშიმშილოდ ხო არ დაჯდებიან. მე პირადად ეხლა ყველაზე მეტად ღელავ მათ მდგომარეობაზე. თავს წირავენ იმისათვის, რომ საქართველოში ჩატარდეს ნორმალური არჩევნები. მათ ჭირდებათ ყველას მხრიდან დიდი თანადგომა. და რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა მე მინდა მოუწოდო კიდევ ერთხელ ხელისუფლებას გონს მოეგონ შეგნებულად მიუდგნენ ამ ვითარებას. გამოიჩინონ მეტი ადამიანურობა და მეტი კი საერთოდ რაიმე ადამიანურობა და გულისხმიერება, რომ წავიდნენ ამ ელემენტარულ კომპრომისზე. აბა არა გამოვალ ფეხითაც ეს ორივეს მივართ რა დედაშვილის დაბადების დღეა ორივეს დაბადების დღე ყოფილა არც ვიცოდეთ უცებ გავიგეთ
ქეთისი რო იყო კი ვიცოდი. მე არ ვიცოდი. ისე დაემხვა. დღეს ვაპირებდით მოსვას ნახვას და აღმოჩნდა რომ დაბადების დღე ყოფილა. ექსპრომტად. ექსპრომტად. დე? ნუ ესე იგი მე არ ამხარო. ეხლა დიდი მადლობა, იცი რომ არც ერთი ქეთი ქობული. რაღაცა საშიში გახსნეს. მიჭერე. არა, ყველა რაღაცა დაასწრებს და ეს რა არის გამიგებინე. ეს ნაცნობი მეთოდია. გაიგეთ, ხო ზაღლიდა. ჩვენც მიგვიმართავს ესეთი მეთოდისა. მარტო მივიღე ისინი ყვავილები და წამასწრე თახელა. ქეთო შენურად გამოიგორე. ყველა გამ თუ არ მენახეთ არ შემოწ. არა, ნუ დააგიჩვენე ხა. ქეთი არის ჩემი მეგობარი, ძველი მეგობარი და ქალბატონი მანანა გედევანიშვილი, ქეთის დედა არის ჩვენთვის ძალიან ძვირფასი უფროსი მეგობარი. ძალიან დაწყდება გული რა. ქეთის ბებია, ალბათ იცით, თამარა ციციშვილი. ასე ეს ის ქალბატონ თამარას ბინა. შენ არ გელო. მისი სახლია. ესე იგი, არა. ჩვენ ფაქტი არა, მე მარხვაზე. მარხვაზე ვარ ჩვენ. მომენატრეთ ძალიან რა და ისე მოხდა რომ ვეღარც გნახეთ რაც გამოვედი და დავაპირეთ ასე აღმოჩნდა. შენ შვენივრად გამოვიდა. ფორმაში მოვედი. ფორმაში მოვედი. დილ ვარჯიშობ. არა, ისე იმაში ვარჯიშობ. დღეს ბევრი ვერ ვივარჯიშებ, გაცილებული ვიყავ. მოშიმშილეებთან ვიყავით და იქიდან მოვდივართ რა. ეხლა აქედან სად მე მგზავრი? ეხლა მე დაგპატიჟე. არა არის. მივდივარ ჩემი. არა რა არის, ეხლა არ გამოვა რა, იმიტომ რომ თან რო შემშილობენ იქ მე ვერ დავდივარ ეხლა ვერსად. შენ რო აქ მაგალითად გქონოდა სუფრა რაღაცა, ვერ მოვიდოდ. ხო, არ ვერ. მოიცე ერთი წუთი აი ეს ჩემი. ქალბატონმანა. გილოცავთ დაუსწრებლად. აბა? ეცოცხი.